პირველ ვიდეოში ვისაუბრებთ ზოგადად პროგრამირებაზე. განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებებს და უპასუხებთ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. ვიდეოს ბოლოს კი მცირე წარმოდგენა გექნება პროგრამირების შესახებ და გეცოდინება საიდან ან როგორ დაიწყო სწავლა. ზოგადად დეველოპმენტი იყოფა რამდენიმე კატეგორიად, მაგალითად web development, mobile development, software development, game development და ასე შემდეგ. პირველ რიგში გავარკვიოთ ვინ არის დეველოპერი. დეველოპერი არის ადამიანი, რომელიც იღებს კლიენტის მოთხოვნას ან დიზაინერის მიერ შესრულებულ დიზაინს და ამას აქცევს რეალურ პროდუქტად, საიტად, მობილურ აპლიკაციად, თამაშად, პროგრამად და ასე შემდეგ. ამისათვის დეველოპერები ვიყენებთ სხვადასხვა პროგრამულ ენებს, მაგალითად Python, JavaScript, Java, C#, C++, Swift, PHP და ასე შემდეგ. თუ ახლა იწყებ პროგრამირების სწავლას, აუცილებლად გაგიჩნდება კითხვა, თუ რომელი ენა უნდა ისწავლო პირველ რიგში. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მიმართულებით გსურს მუშაობა და განვითარება. მაგალითად, თუ web development-ი გაინტერესებს, გამოგადგება JavaScript და PHP. Mobile development-ში Java, Swift და JavaScript. Game development-ში C#, JavaScript. Software development-ში C++, C# და ასე შემდეგ. ჯობია გავარკვიოთ ვინ არის web developer-ი. არსებობს სამი ტიპის დეველოპერი: front-end, back-end და full stack. Front-end დეველოპერები პასუხისმგებელი არიან საიტის იმ მხარეზე, რომელსაც ჩვენ, ანუ მომხმარებლები ვხედავთ. მაგალითად, ამ შემთხვევაში მე ვირჩევ საიტზე სხვადასხვა პროდუქციას, ვამატებ კალათაში, ვწვდი რაოდენობას, შემყავს საჭირო ინფორმაცია და ვაკეთებ შეკვეთას. ხოლო back-end დეველოპერები პასუხისმგებლები არიან საიტის იმ მხარეზე, რომელსაც ჩვენ, ანუ მომხმარებლები ვერ ვხედავთ. მაგალითად ის, რომ ეს შეკვეთა სწორად შეინახოს მონაცემთა ბაზაში, სწორად მივიდეს მაღაზიამდე და სწორად ჩამოიჭრას მომხმარებელს თანხა. Full stack დეველოპერები კი ნაწილობრივ ორივე მხარეზე არიან პასუხისმგებლები. გადავიდეთ ისეთ კითხვებზე, რომლებიც ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს, სანამ პროგრამირების სწავლას დაიწყებს. მაგალითად, გჭირდება თუ არა მათემატიკისა და ინგლისურის კარგად ცოდნა. არსებობს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ პროგრამირების სასწავლოდ აუცილებელია კარგად იცოდე მათემატიკა. რა თქმა უნდა, მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება დაგეხმარებათ შედარებით მარტივად გაართვათ თავი გარკვეულ ამოცანებს. მაგრამ პირადი ამოცილებით გეტყვით, რომ პროგრამირების სწავლისთვის არ არის აუცილებელი რთული მათემატიკური ფორმულების ამოხსნა შეგეძლოთ. ასე რომ თუ ეს კითხვა გაფერხებდათ, შეგიძლიათ ყურადღება აღარ მიაქციოთ. რაც შეეხება ინგლისურს, ვერ ვიტყვი, რომ პროგრამირებისთვის ინგლისური ცოდნა საჭირო არ არის, რადგან სასწავლო მასალები, დოკუმენტაციები და ფაქტიურად ყველაფერი არის ინგლისურ ენაზე. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ინგლისურის გარეშე სწავლის დაწყება არ ღირს. დავარე გეგმაში გქონდეთ, რომ ინგლისურს აუცილებლად გაიუმჯობესებთ. თავის მხრივ ვიდეო კურსების ყურება და დოკუმენტაციების კითხვა ძალიან დაგეხმარებათ ინგლისურის სწავლაში. ასევე ბევრს აინტერესებს, თუ რამდენად კარგად უნდა ვერკვევოდეთ კომპიუტერებში, რომ გავხდეთ დეველოპერი. მოკლედ კი პასუხებთ, რომ არ აქვს განუწყვეტი მნიშვნელობა, რამდენად კარგად ერკვევით კომპიუტერებში. საერთოდ არ არის აუცილებელი ერკვევოდეთ კომპიუტერის მონაცემებში ან ნაწილებში. თუმცა სასურველია როგორც მინიმუმ ბრაუზერში საიტის გახსნა და კლავიატურაზე პრობლემების გარეშე ბჭყვა შეგეძლოთ. ასევე საინტერესო საკითხია, რამდენ ხანში შეძლებთ ამ ყველაფრის სწავლას. რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ დაახლოებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ყოველდღიურად დაუთმობთ დღეში 1-დან 3 საათამდე ამ საქმეს, მე ვფიქრობ დაახლოებით თუ ენახევარში შეძლებთ მარტივი საიტის დიზაინი თავისუფლად დააწყოთ HTML, CSS-ის დახმარებით, რაც მოგცემთ იმის мотивაციას, რომ სწავლა გააგრძელოთ და ისევ თუ ენახევარში შეძლოთ JavaScript-ის იმ დონეზე სწავლა, რომ თქვენი დიზაინი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. საერთოდ ჯამში 3-4 თვეში შესაძლებელია, რომ კარგი პროგრესი გქონდეთ და რომელიმე კომპანიაში სტაჟირებაც კი დაიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ყველა ადამიანი ერთნაირი სისწრაფით ვერ ითვისებს ინფორმაციას. თუ მიხვდებით, რომ მარტივად ვერ იგებთ, ხელს ნუ ჩაიქნევთ. უბრალოდ უფრო მეტი დრო დაუთმეთ. ასევე საინტერესო კითხვა, ჭირდებათ თუ არა დიპლომი იმისათვის, რომ დეველოპერად იმუშაოთ. ზოგიერთი კომპანია და სახელმწიფო სტრუქტურების უმეტესობა დასაქმებულისგან ითხოვენ უმაღლეს განათლებასა და დიპლომს. მაგრამ კომპანიების უმეტესობა, მათ შორის Apple და Google-იც კი, თქვენგან დიპლომს არ ითხოვენ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ასაკზე განათლებას. თუ 15 წლის ხარ და ჯერ სკოლაც კი არ დაგიმთავრებია, მაგრამ კოდის წერა შეგიძლია, მაშინ სამსახურსაც მარტივად იპოვე. ასეთი ადამიანები კი საქართველოშიც ძალიან ბევრი არიან. ეს იყო ძირითადად ის კითხვები, რომლებიც დამწყებებს ან პროგრამირებით დაინტერესებულ ადამიანებს აქვთ.